მოდიფიკატორი lays გამოიყენება ასევე სხეულის მისაღებად ბრუნვის შედეგად. მოდიფიკატორი lays გააჩნია ასევე შემადგენელი ნაწილი აქსის, ღერძი და ნატურა, რომელთაც შესაძლებელია გავთიშოთ დროებით lays-ის ქმედება. აქსის ღერძი ეკრანზე ჩანს, ეს არის ეს ყვითელი ფერის ხაზი, რომელიც სტანდარტული მდგომარეობა შეგვიძლია ავირჩიოთ ln განყოფილებაში. min ნიშნავს მინიმალურ წერტილს, ანუ ყველაზე განაპირა მარცხენა წერტილი, ამ შემთხვევაში იგულისხმება ქვედა წერტილი. max ყველაზე მაქსიმალური წერტილი, ანუ განაპირა მარჯვენა მხარის წერტილი. და ცენტრი, ანუ შუალედი მინიმალური და მაქსიმალურ წერტილს შორის. შესაბამისად, მისი ცვალებით ხდება ფიგურის ფორმის შეცვლა. მინიმალური წერტილის შემთხვევაში მივიღებთ ასეთ ფორმას, ცენტრის შემთხვევაში ასეთ ფორმას, მაქსიმალური შემთხვევაში ასეთ ფორმას. თუ დავაკვირდებით ფორმას, ლოგიკურია ესე იგი. მაქსიმალური დროს ამ ღერძის ირგვლივ ტრიალებს ეს ფორმა. თუ ცენტრია, ეს ნაწილი ტრიალებს ამ ცენტრიდან ზედა მხარეს, ქვედა მხარე ტრიალებს ქვედა მხარეს. შესაბამისად გამოდის ანალოგიური ფორმა ფიგურის. და მინიმალური წერტილის შემთხვევაში, ანუ ყველაზე განაპირა მარცხენა, მთლიანი ეს ფორმა შემოbrunდება ამ ღერძის ირგვლივ. პერსპექტივაში ჩანს ფორმა ნაწილობრივ, ვინაიდან სიბრტყეს გააჩნია ესეთი თვისება. ცალი მხრიდან სიბრტყე არის ხილული, ხოლო მეორე მხრიდან უხილავი. ვინაიდან ხაზი, რომელზეც გამოვიყენეთ მოდიფიკატორი lays, იყო ერთი სპლაინი, ფორმა, რომელიც ჩვენ მივიღე, შედგება ერთი სიბრტყისაგან. ამიტომ შესაძლებელია flip ნორმალის გამოყენებით გამოვაჩინოთ ან წინა მხარე, ან უკანა მხარე. თუ მაგალითად line-ში splines გავაორმაგებდით, დავუშვათ outline-ის გამოყენებით. დავაკვირდეთ აქ, რომ არის ორმაგი ხაზი უკან. მანძილი მათ შორის ჩანაწერით შევასრულეთ რიცხვი 1. მაშინ ამ შემთხვევაში ვიღებს სრულ ფიგურას. დეგლეს რამდენი გრადუსით მოახდინოს ხაზმა ბრუნვა? სეგმენტ წახნაგების რაოდენობა, მინიმალური შესაძლებელი იყოს 3, მაქსიმალური რამდენის მოგესურვებათ. ობიექტის ფორმა შესაძლებელი იყოს პაჩი. პაჩი შედარებით გლუვია ვიდრე მეში. მაგალითად, თუ სეგმენტების რაოდენობას დავაყენეთ 3-ს და გავაკეთებთ შედარებას პაჩა და მეში შორის, მეშზე დავინახოთ, რომ არის სამკუთხედი, პაჩის შემთხვევაში მაინც გლუვი. და ნურბსი. ნურბსი ითვლება უფრო გლუვ ფიგურად, ამიტომ ნურბსის გადაყვანის შემთხვევაში კომპიუტერი ითხოვს ძალიან დიდ რესურსს და გადაყვანის შემთხვევაში აუცილებლად სეგმენტები გვეყენოს მინიმალურ 3 რაოდენობაზე. რაც შეეხება ღერძს, ანუ აქსის. ის შესაძლებელია ასევე მისი მდებარეობა იყოს x ღერძის მიმართ, y ღერძის მიმართ, რაც სტანდარტულად იყო დაფიქსირებული თავიდანვე, ან z ღერძის მიმართ. ლოგიკურია ფორმა ფიგურის იცვლება უკვე, თუ იქნება გადაყვანილი x ღერძის მიმართ, ბრუნვა ხდება შესაბამისად x ღერძის მიმართ, ანუ ჰორიზონტალური ღერძის მიმართ ამ შემთხვევაში.
და Z ღერძის მიმართ შესაბამისი ფორმა. ყველაზე ხშირად გამოყენებადი, რა თქმა უნდა, მათ შორის არის Y ღერძის მიმართ, რომელიც არის ვერტიკალური ფორმის. და ან მინიმალური, ან მაქსიმალური. ღერძი შესაძლებელია ჩვენთან გადავაადგილოთ, თუ გააქტიურებულია Lay's მოდიფიკატორში Axis. მისი გადაადგილებით შეგვიძლია შევცვალოთ მდებარეობა ღერძის ხაზის მიმართ. გამომდინარე აქედან, ვინაიდან ღერძი დგას მოცილებით უკვე ამ ხაზის, მაშინ გამოდის შესაბამისი ფორმა. ასევე შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მიმართულებით იქნება ეს მარცხნივ თუ მარჯვნივ მოვახდინოთ მისი გადაადგილება.